ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურია. საქართველო აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ქართლის ქარის ელექტროსადგური გორის მიმდებარედ 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20,7 მეგავატია და წლიურად საშუალოდ 85 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ეტაპზე ის საქართველოში ერთადერთი მოქმედი ქარის სადგურია. ელექტროსადგურების პარალელურად განახლებადი რესურსების, მათ შორის მზის და ქარის ენერგიის ათვისება ქვეყანას მისცემს მაქსიმალურად იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი სისტემა შექმნას. უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა 18,75 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ზემო ქარის ელექტროსადგური, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სადგური წლიურად საშუალოდ 67 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ასევე წლის ბოლომდე იგეგმება 206 მეგავატის სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც წლიურად საშუალოდ 754 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის ენერგიისთვის და შესაბამისად სახელმწიფო და კერძო სექტორი უკვე აქტიურად და დაგეგმილად მოქმედებს ახალი პროექტების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს ქარის ელექტროსადგურების 34 პროექტი. აქედან 29 პროექტი კვლევის ეტაპზეა, ხოლო 5 პროექტი მშენებლობის ეტაპზე. 2031 წლამდე დაგეგმილია დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის, 1700 მეგავატი მზის და 1000 მეგავატი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ამასთან 2036 წლისთვის სისტემას დაემატება დაახლოებით 2800 მეგავატი მარეგულირებელი ელექტროსადგურების ჩათვლით, რის შედეგადაც ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატს მიაღწევს. სახელმწიფო პოლიტიკა მკაფიოდ არის მიმართული განახლებადი რესურსების მაქსიმალური ათვისებისაკენ. დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. შესაბამისად, მარეგულირებელი ელექტროსადგურების პარალელურად განახლებადი რესურსების, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიის ათვისება მოგცემს შესაძლებლობას შევქმნათ უფრო მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოდამოუკიდებელი სისტემა. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია მხოლოდ მოცემულობა არ არის, ეს არის აუცილებელი პირობა. საქართველო აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 4,751 მეგავატს შეადგენს, სადაც დომინანტურ როლს ჰიდროენერგეტიკა ასრულებს. 3,528 მეგავატი სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ხოლო მზისა და ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება ამ ეტაპზე წლიური გამომუშავების 1%-საც არ შეადგენს. პარალელურად თბოელექტროსადგურები დაახლოებით 1,181 მეგავატის სიმძლავრით უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურობასა და ენერგომომარაგების უწყვეტობას. ამავე დროს სახელმწიფო პოლიტიკა მკაფიოდ არის მიმართული ადგილობრივი განახლებადი რესურსების მაქსიმალური ათვისებისკენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში ქარისა და მზის ენერგია ჯერ კიდევ შეზღუდული მასშტაბით არის განვითარებული და მათი წილი საერთო ენერგეტიკულ ბალანსში მცირეა. ქარის ელექტროსადგურები, როგორც წესი, უფრო თანაბრად ანაწილებენ გენერაციას დღე-ღამის განმავლობაში და ხშირად უკეთ ემთხოვიან მოხმარების, ასე ვთქვათ, პიკებს, რაც სისტემის სტაბილურობას ამყარებს. ამასთან ქარის ენერგია გარემოს დაცვითი კუთხითაც მეტად მისაღებია. საქართველოში ქარის ენერგიის განვითარება შედარებით ახალი მიმართულებაა, თუმცა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი მზარდია. ქარის ელექტროსადგურები, რასაც მზის და ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად, ისეთივე მხარდაჭერით განვითარდება, როგორც დანარჩენი სხვა განახლებადი ენერგიის საწყაროები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის ენერგიისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი უკვე მუშაობს ახალ პროექტებზე, რაც მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის ქარის ენერგიის წილს ენერგეტიკულ ბალანსში.